მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო. ეთერშია კოდის სათემო განათლების ცენტრის რადიო სახელწოდებით რადიოს ძალა. მე მისი წამყვანი ზეინა ბაბულაძე გახლავართ. დღეს 23 ნოემბერია. გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული. გილოცავთ. ნება მომეცით მცირე საინფორმაციო მასალა მოგაწოდოთ წმინდა გიორგის როგორც საქართველოს ყველაზე დიდი წმინდანის შესახებ. რა კავშირი აქვს მას საქართველოსთან, რომ ასე განსაკუთრებულად უყვართ იგი. წმინდა გიორგის კულტი საქართველოში მეოთხე საუკუნიდან იღებს სათავეს. და ეს შემთხვევითობა სულაც არ არის. ქრისტიან წმინდანთა შორის წმინდა გიორგის განსაკუთრებული ადგილი უკავია. ამას მოწმობს საქართველოში ეკლესიების უმეტესი ნაწილი, რომელიც წმინდა გიორგის სახელზეა აგებული. როგორც ვახუშტი ბატონიშვილი აღნიშნავს, არ არსებობს ბორცვი და მაღალი გორა, რომელზეც არ იდგეს წმინდა გიორგის ეკლესია. ეს ტაძრები აგებულია ქალაქებში, სოფლებში, კლდეებზე, მთის მწვერვალებსა და რთულად მისასვლელ ადგილებში. ეკლესიები წმინდა გიორგის ცხოვრებისა და სასწაულების გამომსახველი ფრესკებით არის მოხატული. დიდმოწამის მიმართ ძლიერი თაყვანისცემა ქართველ ერში ფართოდ გავრცელებული სახელით გიორგითაც გამოიხატება. წმინდა გიორგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა როგორც ძლევამოსილი ზეციური მხედარი. იგი ითვლება მხედართა, მიწის მოქმედთა, წყემსთა და მოგზაურთა მფარველად. საქართველოში მას ევედრებიან აგრეთვე დემონური ძალებისაგან დახსნისათვის. როგორ აღინიშნება გიორგობა საქართველოში ახლა და როგორ აღინიშნებოდა ძველად? ჩვენს ქვეყანაში სხვა მართლმადიდებელი ქვეყნებისაგან განსხვავებით, წმინდა გიორგის ხსენების დღე წელიწადში ორჯერ აღინიშნება 23 ნოემბერს და 6 მაისს. ნოემბრის გიორგობა წმინდანის ბორბალზე წამების დღეა და მართლმადიდებელ სამყაროში მხოლოდ საქართველოში აღინიშნება. ამ დღეს ყველა მოქმედ ტაძარსა და მონასტერში დიდმოწამის სახელზე წირვა-ლოცვა აღევლინება. სვეტიცხოველში კი ყოველწლიურად დღესასწაულთან დაკავშირებით დიდი საზეიმო ლიტურგია ტარდება. ქართული რელიგიური დღესასწაულების უმრავლესობა წმინდა გიორგის სახელს უკავშირდება. ხალხური გიორგობა სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა სახელწოდებით იმართებოდა. ქართლში გიორგობას ეძახდნენ გერისთაობას, უსანეთობას, ატოცობას, კახეთში ალავერდობას, თეთრ გიორგობას, სამეგრელოში ილორობას და სხვა. გიორგობას ხალხი ეკლესიას 3-ჯერ ან 7-ჯერ შემოულიდა ხოლმე. გალობლების გუნდი კი დიდებას გალობდა. ხატის მონები თეთრ სამოსში ყელზე მძიმე ჯაჭვით ჩოქვით უვლიდნენ ეკლესიას და კედლებზე სანთელს ანთებდნენ. კარის ზღრუბლზე წვებოდნენ და ხატის მონა, რომელსაც ყველა შემსვლელი ფეხს ადგამდა. წირვის შემდეგ იკვლევოდა შეწირული საქონელი, ფრინველი, იმართებოდა პურობა, რომელიც ხშირად რამდენიმე დღეც კი გრძელდებოდა. დღესდღეობით ხალხური ლეგენდის თანახმად 365 წმინდა გიორგის სახელით დალოცვაა ცნობილი, რომელიც წმინდა გიორგის წელიწადის ყოველდღიურ დღესასწაულთან და საქართველოში არსებულ წმინდა გიორგის 365 ნაწილთან არის დაკავშირებული. ლეგენდის მიხედვით, წმინდანის სიკვდილის შემდეგ ღმერთმა მისი სხეული დაანაწილა და ქვეყანაზე მიმოაბნია. ყველგან, სადაც ეს ნაწილები მოხვდა, სალოცავები დააწესეს საქართველოში. ვინ იყო დიდმოწამე გიორგი? საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის კირიონის ცნობით, წმინდა გიორგი კაბადოკიელი მესხი იყო, ხოლო წმინდა არსენი იყალთოელის მოწმობით საქართველოს განმანათლებელი წმინდა ნინო დიდმოწამის ბიძაშვილი გახდათ.
წმინდა გიორგი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში დაახლოებით 275 წელს მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაბადებულა. რომის ლაშქარს ახალგაზრდა შეუერთდა და თავი განსაკუთრებული სიმამაცითაც გამოუჩენია. რომის იმპერატორ დიოკლეტიანეს მმართველობის დროს ის მხედართმთავარი გახდა. დიოკლეტიანემ თავისი გამგებლობის ბოლო წლებში სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა ქრისტიანობას. ბოლო ვინც მეფის განაჩენს შეეწინააღმდეგებოდა, სიკვდილით სჯიდნენ. მას შემდეგ, რაც ქრისტიანებზე ასეთი დაუნდობელი დევნა დაიწყეს, წმინდა გიორგი იმპერატორ დიოკლეტიანეს განუდგა. ამის შემდეგ კერპთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა წმინდანს ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. თუმცა გიორგი კაბადოკიელს მოწამეობრივი სიკვდილი ერჩივნა, ვიდრე ქრისტეს უარყოფდა. გადმოცემის თანახმად იგი ბორბალზე რომის იმპერატორმა სასტიკად აწამა. არაერთი წამების მოწმე გახდა წმინდანი. ხან ურმის თვალზე დააკრეს, ხან გავარვარებულ კირის ღუმელში ჩააგდეს, მაგრამ ყოველი წამების დროს წმინდანი ლოცულობდა, თავად ქრისტე აძლიერებდა და სასწაულებრივად იკურნებოდა. წმინდა გიორგის 303 წელს 30 წლის ასაკში თავი მოკვეთეს 6 მაისს. ანდერძისამებრ წმინდა გიორგის სხეული დაკრძალეს პალესტინის ქალაქ რამლაში. კონსტანტინე დიდის მეფობის დროს კი გადაასვენეს წმინდანის სახელზე აშენებულ დიდ ტაძარში, ქალაქ ლიდაში. ის მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში შევიდა როგორც ძლევამოსილი და ზეციური მხედარი. მოდი კიდევ უფრო დაწვრილებით ჩაუღრმავდეთ წმინდა გიორგის თაყვანისცემას და მის ფენომენს საქართველოში. წმინდა გიორგის თაყვანისცემა საქართველოში მე-4 საუკუნის დასაწყისში იწყება. ძველი დროიდანვე საქართველოს წმინდა გიორგის ქვეყანას გეორგიას უწოდებენ. არსენ იყალთოელის მოწმობით წმინდა ნინო საქართველოს განმანათლებელი დიდმოწამე გიორგის ბიძაშვილი გახლდათ და ქართველმა ერმა მისგან შეიტყო წმინდა გიორგის მოწამეობრივი ცხოვრებისა და სიკვდილის შესახებ. გადმოცემით სწორედ წმინდა ნინოს დაუდგენია 23 ნოემბერი გიორგობის აღნიშვნის დღეც საქართველოში. წმინდა გიორგის სახელზე არაერთი სასწაულმოქმედი ხატია შექმნილი საქართველოს ეკლესიებში. ამ ხატებს სიმბოლური დატვირთვა აქვს. ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგი შუბით ხელში, რომელიც გველეშაპს კლავს, ბოროტებაზე გამარჯვების სიმბოლოა. ყველგან, ყველა ქრისტიანულ ეკლესიაში. საქართველოშიც უამრავი ლეგენდა არსებობს იმის შესახებ, როგორ შეეწეოდა ხოლმე წმინდანი ქართველთა ლაშქარს მრავალრიცხოვან მტერთან ბრძოლებში, მათ შორის დიდგორის ბრძოლაშიც. წმინდა გიორგი იყო გამოსახული საქართველოს მეფეების, ბაგრატიონების გერბზეც, ხოლო გველეშაპის შემოსვლელი წმინდა გიორგი როგორც ერთიანი საქართველოს სიმბოლო განასახიერებდა როგორც ერთიან განუყოფელ ძლიერ საქართველოს და აღიარებდნენ საქართველოს მფარველად. საქართველოს სახელმწიფო გერბის მთავარი ფიგურა არის და ჰერალდიკასა და ვექსილოლოგიაში სიმბოლურად გამოისახება თეთრ ფონზე წითელ სწორკუთხა ჯვრით. მეცაც მოგახსენებთ, ქართულმა ხელოვნებამ შემოგვინახა გასაოცარი, ულამაზესი წმინდა გიორგის ერთ-ერთი უადრესი, ყველაზე ნარატიულად გაშლილი ცხოვრების ციკლით და ეს გახლავთ მესტიის სრულებით გასაოცარი შესანიშნავი საკურთხევლის წინ აღსამართი ჯვარი. ის სამეცნიერო ლიტერატურაში მე-11 საუკუნის დასაწყისით თარიღდება და ჩვენამდე შემორჩენილ ციკლთა შორის წმინდა გიორგის ცხოვრება მაქვს ხედელობაში ყველაზე გავრცობილ იკონოგრაფიულ რედაქციას წარმოადგენს. წმინდა გიორგის ცხოვრების სცენათა ასახულობით მე-12-მე-13 საუკუნეების ქართული ხელოვნება განსაკუთრებით მდიდარია. საკმარისია თუნდაც გავიხსენოთ იკვისა და
ფავნისის მოხატულობა, ბოჭორმის მხატვრობა. ბიზანტიური ციკლებისაგან განსხვავებით, სადაც მახვილი მეტწილად ისმევა დიდმოწამე გიორგის ვნების თემაზე, საქართველოში უპირატესი ტრიუმფისა და სიკვდილზე გამარჯვების თემაა გამოსახული წმინდა გიორგის ხატებზე. ამ განწყობას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს სწორედ ქართული ხელოვნება და ქართული იკონოგრაფია. ასევე მნიშვნელოვანია სიუჟეტი ლასიას სასწაული, რომელიც პირველად სხვათა შორის მე-11 საუკუნის იერუსალიმურ ქართულ ხელნაწერებში დადასტურდა. გადმოცემის თანახმად, წმინდა გიორგი მოინახულა ქალაქ ლასიას ქალწული, რომელიც ქალაქს დაპატრონებულმა გველეშაპმა უთუოდ უნდა იმსხვერპლოს. წმინდა გიორგის ლოცვის შემწეობით წმინდა გიორგი ამარცხებს გველეშაპს, რომელსაც კი არ კლავს, არამედ ქამრით გამობმულს უძღვნის ლასიას ქალწულს. ამ ამბავს გამოხსნილი ქალაქი დიდი სიხარულით ეგებება და ეს ხდება ქალაქის ქრისტიანობაზე მოქცევის საფუძვლად. ეს ამბავი ძალიან პოპულარული იყო ძველ საქართველოში. წმინდა გიორგის ცხოვრების ერთ-ერთი ცნობილი მკვლევარი ვოლტერი იმასაც კი ამბობს, რომ ლასიას ეს სცენა საქართველოში უნდა ჩასახულიყო, რაკიღა მისი პირველი ნიმუშები სწორედ ქართულ ხელოვნებაშია დადასტურებული და კონკრეტულად ასახელებს ადიშის წმინდა გიორგის ეკლესიის ფრესკას. ამ სცენას ღრმად სიმბოლური მნიშვნელობა უნდა ჰქონოდეს. ქალაქი ლასია აქ ზეციურ იერუსალიმადაა ჩაფიქრებული, ხოლო ქალწული თვითონ ეკლესიისა და ღვთისმშობლის სიმბოლურ გამოსახულებად მოიაზრება. ამ სცენაში თითქოს და წმინდა გიორგის მისიაც ჩნდება, დაიცვას მიწიერი ეკლესია და ზეციურ კარამდე მიიყვანოს იგი. მეორე სცენაც არსებობს ქართულ ეკლესიებში, როდესაც წმინდა გიორგი ახერხებს ყრმის ტყვეობიდან გამოხსნას. გადმოცემის თანახმად, წმინდა გიორგი იხსნის ლეონის ერთადერთ ვაჟს, რომელსაც ის მამასთან სასწაულებრივად აბრუნებს ნადიმის მომენტში. ამ სცენაში ხშირად დიდი სუფრაა გამოსახული. სცენა, რომელიც ქართულ სინამდვილეში წმინდა გიორგის უმთავრეს ფუნქციას, ტყვეთა გამომხსნელის მნიშვნელობას ანიჭებს. სწორედ ამ სცენათა განსაკუთრებული მნიშვნელობა ასახავს წმინდა გიორგის მისიას საქართველოსთვის. წმინდა გიორგის კულტი მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. მას არა მარტო მართლმადიდებლები, არამედ ყველა მიმართულების ქრისტიანული ამსარებლობის მორწმუნენი სცემენ თაყვანს. მათ შორის კათოლიკები, პროტესტანტები, გრიგორიანელები, მონოფიზიტები. წმინდანის შესახებ ცნობები მაჰმადიანთა წმინდა წიგნში ყურანშიც კი მოიპოვება. დღეს 23 ნოემბერია საქართველოში. მას მხოლოდ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს. ძვირფასო რადიო მსმენელებო, გილოცავთ გიორგობას, მისი მადლი და ძალა ეწეოდეს სრულიად საქართველოს.